ამ პოდკასტის ქვეშ ალბათ მასონებო, სატანისტებო დაგვიძახებენ. ხშირად გეძახიან ხოლმე მასონს. საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი გყავთ აცრილი. იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს. 1,200,000 ბავშვი იქნა გამოკვლევა და არც მაშინ არ დადასტურდა. აუცილებლად ბავშვებშიც არის აუტიზმი. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს ცრიან. სხვა ადამიანებს მოუწოდებენ, რომ არ აიცან. შემცირდა ვაქცინაცია, მოიმატა დაავადება, მიიმატებს გართულებების რისკი. ფიქრობ თუ არა, რომ ტრამპი ანტივაქსერია. ნაწილობრივ ფიქრობ, რომ ესეა. B ჰეპატიტის ვაქცინა B ჰეპატიტისგანაც ხო გვიცავს, დელტა ჰეპატიტისგანაც გვიცავს და ღვიძლის კიბოს და ღვიძლის ციროზისგანაც გვიცავს. ძალიან ბევრი პაციენტი ყოფილა ესეთი, რომელმაც არ აცრა. მე იწყება მიშველი ექიბო, მიშველი არავცერი ჩამივარდა. ორსულობის პერიოდში გრიპზე ვაქცინაცია უკუჩვენება არ არის. პირიქით. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც აუცრელ მშობელს შვილი დაღუპვია და მერე მას უნანია, რომ ნეტა ამეცრაო. გამარჯობა, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. დღეს მე ძალიან საინტერესო თემა მოგიმზადეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაინტერესებს თემა, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრებთ. ეს იქნება აცრები და მასთან დაკავშირებული მითები. დღეს გავაანალიზებთ, მართლაც იწვევს თუ არა კონკრეტული დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოგონილი აცრები აუტიზმს, ან შეიძლება თუ არა აცრილ ადამიანში განვითარდეს ის დაავადება, რომელზედაც ის იცრება. ძალიან ბევრი მითი არსებობს ავაქცინებთან დაკავშირებით, საკმაოდ მძლავრია საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობაც. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ სანდო ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული ფეიკი, ანუ არასანდო ინფორმაციისგან. ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი რიტა ფაჩუაშვილი. რიტა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ იმყოფებით დღეს ჩვენთან სტუმრად. თქვენ საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი გყავთ ფაქტობრივად აცრილი, ხო? და ყველაზე უკეთ იცით მშობლების განწყობები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცრის თავის შვილს, რაღაცა აცრის წინ ყველა მშობელს მაინც აქვს გარკვეულწილად ღელვა. ვაქცინებმა, როგორ თქვა, ვაქცინების მაინც ადამიანების რაღაც ნაწილს ეშინია. რით არის გამოწვეული ეს შიში? მოგესალმებით, გიორგი, კიდევ ერთხელ მადლობთ მოწვევისთვის. ეს ისეთი თემა, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობთ, ყველა სფეროს ექიმი, მით უმეტეს ჩვენც, ვისაც უშუალოდ იმუნიზაციასთან გვიწევს შეხება, მაგრამ თემა არის ამოუწურავი და რა თქმა უნდა, ეს საკითხი ყოველთვის ისევ და ისევ დგება. რატომ ეშინიათ მშობლებს და რა იწვევს ამ ღელვას? არსებობს მშობლების სხვადასხვა კატეგორია. მშობლები ძირითადად სამი კატეგორიაა. ერთნი, რომელსაც ჯერავთ ვაქცინაციის, იმიტომ რომ იციან მედიცინის გამოცდილება. რომც ჯერათ, მაინც არის ხოლმე, მე ჩემი თავის კი დამიჭერია, მიუხედავად იმისა, რომ პროვაქსერი ვარ და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს აცრილი. რაღაც აცრის წინ მაინც ან მე თუ ვიცრები, ან ჩემ ბავშვს როდესაც ვცვრიდი, მაინც მქონდა ხოლმე მღელვარება. ამას ან ღიად გესაუბრებით, ან ჩემს ემოციას გიზე არის. დიახ, მესმის გიორგი, იმიტომ რომ სხვადასხვა შეხედულებები არსებობს ვაქცინაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციამ ამოწურა ის თემა, რომ ერთადერთი საშუალება სხვადასხვა დაავადებებისგან დაცვის არის მხოლოდ პროფილაქტიკა, ეს უკვე უდაოდ დადასტურებულია, მიუხედავად ამისა, მაინც კითხვები ჩნდება. რატომ ჩნდება? მასმედიაში ძალიან ბევრი ერთმანეთთან შეუთავსებადი ინფორმაცია ვრცელდება. ანუ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია და მიუხედავად ამისა, ისეთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებას ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა ეს მითები, რომელზეც ახლა საუბრობთ, ყველასთვის ცნობილია, რომ ვაქცინაცია იწვევს სხვადასხვა განვითარების ეტაპების შეფერხებას, ან თუნდაც აუტიზმზე იყო
სხვათა შორის აუტიზმთან დაკავშირებით, აი ეხლა რადგანაც ახსენეთ, მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ეს კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, ძალიან ვიწრო 12 კაცზე ჩატარდა მგონი. რაღაც რომელსაც არანაირი ვალიდურობა და რელევანტურობა არ ჰქონდა და ამ კვლევის შედეგებმა ძალიან ფართოდ დაიწყო გავრცელება მთელს მსოფლიოში. ხო და შემდგომ ამ მთელმა მსოფლიომ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ცივილურმა საზოგადოებამ, სამედიცინო საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, ეს კვლევის შედეგები სანდოდ არ ცნოდა, ანუ ეს არ არის რეალობა, მაგრამ ეს გასაგებია, გიორგი, იმიტომ რომ ამასაც თავისი შედეგობრივი ის ქონდა დასაწყისი. ანუ ეს იყო დაახლოებით 1998 წელი, როცა ერთ-ერთმა ექიმმა, მკვლევარმა, მხოლოდ 12 ბავშვის გამოკვლევის საფუძველზე დადო დასკვნა, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს. მაგრამ მოხდა გადამოწმება, ჯერ 12 კაცზე კვლევის ჩატარება, რა თქმა უნდა, არ ხდება. დაახლოებით 2004 წელს ამის საპასუხოდ, დიდი ტალღა მოყვა, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას და მაგის მიზეზსაც მოგახსენებთ, რატომ. დაახლოებით 2004 წელს გამოკვლეული იქნა დაახლოებით 100,000 ბავშვი ამ კვლევის საპასუხოდ და არანაირი კავშირი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის არ დადასტურდა. 10 წლის შემდეგ დაახლოებით 2014 წელს 10 კვლევის მეგაანალიზი მოხდა და 1,200,000 ბავშვი იქნა გამოკვლევა და არც მაშინ არ დადასტურდა კავშირი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის. და კიდევ უფრო მოგვიანებით კიდევ დაახლოებით 620,000 ბავშვი, ამის საპასუხოდ მუდმივად ხდებოდა კვლევების და საკმაოდ დიდი ვაქცინებში რაღაცა ისეთი კომპონენტი, რომელიც შემდგომ უკვე ახალ ვაქცინებში ამოიღეს. რამე ნივთიერებაზე ხომ არ იყო საუბარი? ნახეთ, ამ კვლევის აუტიზმთან ამ კვლევის კავშირი იმიტომ წარმოიქმნა, რომ თვითონ გაიზარდა აუტიზმის გამოვლენ დიაგნოსტირება. ვიდრე დაახლოებით 400-ჯერ მეტი რაოდენობით გაიზარდა აუტიზმის დიაგნოსტირება. ადრე შეიძლება არ ხდებოდა დიაგნოზის დასმა სწორად, ან შეიძლება გახშირდა, ან სხვადასხვა მიზეზები, ჯერ ხომ არ არის ცნობილი, არსებობს სხვადასხვა თეორია, მაგალითად გენეტიკური თეორია, გარემო პირობების თეორია, არსებობს თუნდაც პარაცეტამოლის ერთ-ერთი თეორია, რომელიც ამერიკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსნებმა გააჟღერეს. უამრავი თეორია არსებობს, მაგრამ დადასტურებული თუ რა იწმევს აუტიზმს არ არის ცნობილი. ამიტომაც დაიწყეს კვლევა დააკავშირება ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის. აი თქვენი კითხვაც არ არის მოკლებული რეალობას, იმიტომ რომ კი, იყო ვაქცინებმა ისევე როგორც ყველა სხვა მკურნალობის საშუალებებმა თანდათან განიცადეს აღმასვლა დახვეწა, გასუფთავება. ადრე იყო ვაქცინები 10 დოზიანი ვაქცინა და როცა ვაქცინა იხსნება, ის ერთი თვე უნდა იყოს გასცემ მდგომარეობაში, ემატება შემნახავი ნივთიერება, მძიმე მეტალები. ამის გამო, რომ ამ მძიმე მეტალებს შეიძლება და რაღაც გვერდითი რეაქციები მაინც ქონოდა გავლენა ორგანიზმზე, ხდება ვაქცინების მაქსიმალური გაწმენდა. ამჯერად უკვე ჩვენთან საქართველოშიც კი არსებობს მონოვაქცინები. მაქსიმალურად გაწმენდილი ყოველგვარი ნიადაგისა და შემნახავი ნივთიერებისგან. აი ეს მძიმე მეტალებიც კი მაქსიმალურად იქნა, მაგრამ აუტიზმის რაოდენობა მცირდება. ხო? აგრეთვე ამას ისიც არ ადასტურებს, რომ აუტიზმთან არანაირი კავშირი არ არის ვაქცინაცია, აუცილებლ ბავშვებშიც არის აუტიზმი. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ეს გასაგებია, რომ მიმდინარეობს კვლევაძიება რა იწვევს ამ ძალიან ფართო გავრცელებულ დიაგნოზს. აუტიზმის გარდა არსებობს განვითარების ეტაპების შეფერხება, რომელიც ისეთივეა თითქმის როგორც აუტიზმი, მაგრამ თლათ ისეთი დიაგნოზი არ გამოდის. მიზეზი ხომ არსებობს რაღაც, ამიტომ ეს არის გამართლებული, რომ ვეძებთ მიზეზს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვები არ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ იმას, რა შედის ჩვენს კალენდარში, ჩვენი საქართველოს კალენდარი არის ჯანმოს მიერ დამტკიცებული და ზუსტად ისეთივე შემადგენლობით კალენდარი, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში. აი ხო, მაგ კალენდარზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა შენ ახსენე ამერიკა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ლიდერი, რაღაც ჩემი შეხედულებით არის ანტივაქსერი, ტრამპს გულისხმობ. იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს სავალდებულო აცრების ნუსხიდან იყო ესეთი ინიციატივა, რომ ამოღებულიყო B ჰეპატიტის ვაქცინა.
შემდგომ ეს ვერ გავიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ მოტივი იყო ის, რომ B ჰეპატიტი ქცევის თავისებურებით გამოწვეული დაავადება, რომელიც აბსოლუტურად სულელური ნარატივი იყო შემოტანილი, იმიტომ რომ B ჰეპატიტი შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს არასექსუალურ სქესობრივი კონტაქტით, ხომ? ანუ იქ რაღაცა ინტერვენციით თან ძალიან ადვილად გადაცემადი ვირუსია. ხო. საბედნიეროდ ამერიკამ ეს ტრამპის ამ მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის თუ რა ქვია, ეს ინიციატივა არ დააკმაყოფილდა და ისევ არის ახლა ჩასმული, თუმცა მიმაჩნია რომ მაინც ამერიკა სათავეში ანტივაქსერი უდგას. ფიქრობ თუ არა ასე? რომ ტრამპი ანტივაქსერია. ნაწილობრივ ფიქრობ რომ ესეა, მაგრამ შეიძლება ეს რაღაც ხმების, მიღების რაღაც თამაშად შეიძლება ჩაითვალოს. ანუ არ არის გამორიცხული რომ გარკვეული საზოგადოების გულის მოგებისთვისაც კეთდება, თუმცა შეიძლება დაახლოებით ერთ კვირაში თქვას რომ ეს არ არის და სხვანაირად ვფიქრობთ და ესეა საჭირო. რაც შეეხება B ჰეპატიტს, რომელიც ესე მარტივად ხელი წამოსაკრავი გახდა თითქოს რატომ ჭირდებათ B ჰეპატიტი, თუნდაც ჩვენ ხო სამშობია რომ დავიწყებთ B ჰეპატიტის აცრას და მერე ვაგრძელებთ. ნახეთ, B ჰეპატიტი არ გადადის მხოლოდ სექსუალური გზით. B ჰეპატიტი შეიძლება გადავიდეს მჭიდრო კონტაქტით B ჰეპატიტით დაავადებულთან. ნახეთ, B ჰეპატიტის ამ მჭიდრო კონტაქტზე ავახსენოთ რომ ჰიგიენური ნივთებით თქვათ რაღაცა საერთო კოვზით, პირსახოცით და ასე შემდეგ ის არ გადადის. სისხლისმიერი კონტაქტი ჭირდება. ბიოლოგიური სითხეები უნდა იყოს. ამიტომ ეს B ჰეპატიტი ასევე აუცილებელია თირკმლის ტერმინალურ სტადიაში და ქრონიკული დაავადება ვისაც აქვს, ღვიძლის დაავადება ვისაც აქვს, მათთვის თავი დავანებოთ სექსუალურ კავშირებს, ანუ ის შეიძლება გადავიდეს მედიცინის მუშაკებზე, რომელთაც მუდმივად აქვთ კონტაქტი ამ ბიოლოგიურ სითხეებთან, ხო? ამიტომ B ჰეპატიტი ესეთი დედიდან შულზე შესაძლებელია გადავიდეს, ხომ? ანუ სტომატოლოგთან ვიზიტისთვის თან პედიკური B ჰეპატიტის ვირუსზე, როდესაც საუბრობთ, ჯერ კიდე ეგვიპტურ გაათხრებში კიდე წარმოიდგინეთ რამდენიმე, რა ვიცი, ათეულობით საუკუნის უკან ძალიან სიცოცხლისუნარიანი ვირუსია და ის ძალიან მარტივად გადაეცემა ერთთან. მოდი ესე ვთქვათ, რომ B ჰეპატიტის ვირუსზე როდესაც ვსაუბრობთ, ის 95% შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული თვითგანკურნებას განიცდის და 5%-ში თუ გაქრონიკულ და ამ ადამიანს შემდგომ მთელი ცხოვრება მკურნალობა ესაჭიროება და B ჰეპატიტს რო თავი დავანებოთ, არსებობს კიდევ ერთი ჰეპატიტი დელტა ჰეპატიტი, რომელიც B ჰეპატიტის სხეულს იყენებს და თუ B და დელტა მხოლოდ იმ ადამიანებს ემართებათ ეს დელტა ჰეპატიტი, ვისაც B ჰეპატიტი აქვს, ხო? და აი B და დელტა ჰეპატიტი ერთად, როდესაც აქვს ადამიანს, ხო? ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, რომელსაც მივყავართ ღვიძლის კიბომდე, ან ღვიძლის ციროზამდე და დელტა ჰეპატიტი არ ემართება ისეთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს B ჰეპატიტი. ანუ B ჰეპატიტის ვაქცინა B ჰეპატიტისგანაც ხო გვიცავს, დელტა ჰეპატიტისგანაც გვიცავს და ღვიძლის კიბოს და ღვიძლის ციროზისგანაც გვიცავს. კი. გარდა ამისა ძალიან ვერაგი დაავადება შეიძლება ლატენტურად ისე იყოს ორგანიზმში და იმდენი ხანი იყოს დაავადებული და არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ქონდეს, სანამ არ იპოვი შემთხვევით, რომ და ბოლოს უკვე როცა გამოვლინება უკვე ძალიან რთულად არის. კი და თან აი თვითგანკურნება, როდესაც ვახსენეთ, თვითგანკურნება მაინც ხო ეს ინტეგრირებული ვირუსია და თქვათ მაგალითად ნებისმიერ დროს, თუ როდესაც თქვათ იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე შეიძლება იყოს ადამიანი ონკოლოგიური პაციენტებში, შეიძლება ის ეგრეთ წოდებული თვითგანკურნებული B ჰეპატიტი უკან შემოbrunდეს, ამიტომ ხო ქიმიოთერაპიაზე მყოფ ადამიანებს მუდმივად ესაჭიროებათ B ჰეპატიტის ან B ჰეპატიტზე კონტროლი. ხო, ეს ძალიან ისეთი თემაა და ხო ტრამპს ძალიან ცუდი ინიციატივა ჰქონდა და კარგია რომ არ გამოუვიდა. კი, ანუ არსებობს საზოგადოებაში გამოჩნდება ხოლმე ესეთი პოლიტიკოსები, რომლებიც პლუსების დაწერის თვალსაზრისით ამ ვაქცინაციის თემას წამოწევენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ანტივაქსერი, ხო? ივიწყებენ ყოველივეს, რაც გაკეთდა აქამდე, თუმცა ყველა მხილულად იცის, რომ ყვავილი, პოლიომიელიტი, უამრავი დაავადება, შავი ჭირი, რომელმაც ათასობით ადამიანის თაობები გახოცა, აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინაცია შემოვიდა. შეგვიძლია ეს ძალიან კარგად და რაღაც ისეთ ფრაზას წამოისვრის, რომელსაც გარკვეული პერიოდი აქვს თავისი ეფექტი.
ეს ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია, მარტო გარკვეულ პერიოდს ვერ ვიტყოდ. იცი რა არის? აი, მაგალითად ანტივაქსერებისგან მომისმენია ის, რომ ჩვენს ბავშვობაში არაფერზე არ ვიცრებოდით და არაფერი არ გვემართებოდა. ასევე მომისმენია ის, რომ ჯობია ბავშვმა მოიხადოს, სახადებს ეძახიან, ბატონები რაცნება არ ვიცი ხო, მაგრამ ოკეი. მოიხადოს და თვითონ გამოიმუშაოს იმუნიტეტი დაავადების წინააღმდეგ და არ ავცრა მაგალითად და აი სოფლებში არის დღემდე შემთხვევები, როდესაც დაინფიცირებულ ჩუტყვავილიან ბავშვთან მაგალითად ან სხვა რამე ბატონები რომ მიიყავთ ჯანმრთელი ბავშვი რომ გადადოს ინფიცირებულმა ბავშვმა ჯანმრთელ ბავშვ ვირუსი რომ მანაც მოსახდელი მოიხადოს. კი, მაგრამ ავიწყდებათ რომ იგივე დაავადებები შეიძლება ძალიან რთულად წარიმართოს. ავიწყდებათ რომ 100,000 ბავშვიდან 50-დან ნახე რამხელარიც ვამბობ 50-დან 400,000 შეიძლება ეპილეფსიით დაავადდეს, შეიძლება ენცეფალიტით დაემართოს, იგივე წითელას გადატანის შემდეგ, იგივე დიფტერიის შემდეგ საერთოდ სასუნთქვითი სისტემა დაიშალოს, ან სიკვდილით დამთავრდეს. ყოველი 1000-დან შეიძლება ერთი ბავშვი გარდაიცვალოს და ესეც ხდება. უმეტესობა ჰოსპიტალიზაციასგან და ყველაფერს თავი დავანებოთ წითელას მიერი ენცეფალიტი. წითურას მიერი სიბრმავე. ეს ცნობილია. და წითელას მიერი პანენცეფალიტზე, როდესაც ვსაუბრობთ, ის შეიძლება წითელას გადატანიდან 15 წლის შემდეგ დაემართოს ადამიანს და 100%-ით სიკვდილით სრულდება. მას კარგი გამოსავალი არ აქვს. ანუ 15 წლის უკან გადატანილმა წითელმა შეიძლება 15 წლის შემდეგ მოკლას ადამიანი 100%-ით მას არ აქვს სამკურნალო მედიკამენტი, ეს ადამიანი კვდება. კი ბატონო, ტეტანუსი აღვთ. ტეტანუსის მკურნალობა არ არსებობს. ტეტანუსის მხოლოდ პროფილაქტიკა არსებობს. თუ ტეტანუსი დაემართა, всё, ერთადერთი ვარიანტი არსებობს ანტიტეტანური შრატი გაკეთდეს, ისიც ან დაეხმარება იმ მომენტში და ან არა, მაგრამ არსებობს კიდე შრატისმიერი დაავადება, რომელიც კიდე უფრო რთული სამართავია, ვიდრე აი ყველაზე კარგი გზა მაინც არის პროფილაქტიკა. ამიტომ არის აუცილებელი რომ როცა ასაკობრივად გიწევს, იგივე ტეტანოს სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ, ასაკობრივად როცა გიწევს, იმიტომ ხდება ერთი ეტაპი, მეორე, 2 თვეზე, 3 თვეზე, 4 თვეზე, წელიწადნახევარი, 5 წელი, 14 წელი, იმიტომ რომ თანდათანობით ხდება ანტისხეულების რიცხვის შემცირება და რომ არ მოხდეს მთლიანად ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, ზოგთან არ გამომუშავდება მაქსიმალურად, ზოგთან გამომუშავდება, ამიტომ ეს დაცვის მექანიზმი სულ რომ იყოს ორგანიზმში, მუდმივად ჭირდება განახლება. აი საქართველოში მაგალითად ჩვენი კალენდარი ითვალისწინებს ძირითადად 14 წლამდე ბავშვებს 2 თვიდან 14 წლამდე ავცრად ამ ვაქცინებზე, რომელიც 14 წლის პაპილომავირუსზე ადამიანის ტეტანუსი დიფტერიაზე, მაგრამ ნახეთ მოზრდილი ადამიანია, ხო? და ჭრილობა განვითარდა 14 წლის შემდეგ. აი ამისგანაც რომ იყოს დაცული, მოზრდილებმა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთონ ტეტანოსის დიფტერია. და საზღვარგარეთ კიდევ უფრო ესეთ ფაქტი არსებობს, რომელსაც ჩვენთან საქართველოში ჯერჯერობით მაგ კულტურას ვერ მივაღწიეთ. ყველა ორსულს წრიან დიფტერია, ტეტანოსი, ყივანახველათი. ორსულობის პერიოდში. იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა ნაყოფსაც იცავს მანამ სანამ დავიწყეთ პროგრამა. საზღვარგარეთ, როდესაც ვახსენებთ განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, იქ არის ეგრეთ წოდებული ანტისხეულების პასპორტი აქვთ ხოლმე ადამიანებს და მათ იციან, თქვათ, რა ტიპის ანტისხეულები აქვს, ანუ ჩვენი მსმენელისთვის გასაგები რომ იყოს, ანტისხეულები ეს არის დაცვითი დამცავი სხეულები, რამდენად გიცავს ეს ანტისხეულები იმ კონკრეტული აგენტისგან, ვირუსისგან, რომელიც შემოიჭრება, რომელსაც ეს ანტისხეულები განეიტრალებენ. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი ანტისხეულების ტიტრი კონკრეტული დაავადებების მიმართ, რა რისკები შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს, ხო? ეხა ორსულები ახსენდა, ორსულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ მიმდინარე ინფექციური დაავადება ეს არის წითურა, რომელიც იწვევს ძალიან მძიმე გენეტიკურ, ანუ რომ არაფერი ვთქვათ, ნაადრევმშობიარობაზე, აბორტზე, ხო, თვითნებურ აბორტზე, ნაყოფის ძალიან მძიმე დაზიანებებს იწვევს ის. და ამიტომ მოდი ორსულებისთვისაც განმარტოთ, რომ ორსულობის დროს ადამიანების
თუ მას არ აქვს ციტურას ანტისხეულები, რაღაცნაირად ისე უნდა დაგეგმოს ორსულობა, რომ ჯერ უნდა გაკეთდეს ვაქცინაცია და ვაქცინაციიდან 3 თვის შემდეგ უნდა მოხდეს დაორსულება, კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ორსულებში ხშირად გამიგია ხოლმე და მაგაზე მაინტერესებს შენი აზრი რიტა, რომ თქვა ჯერ ორს ფეხმძიმეთ არის და ფეხმძიმეთ როდესაც არის, გრიპზე არ იცრებიან. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ორსული აუცილებლად უნდა აიცრას გრიპზე. იმიტომ რომ გრიპს ახასიათებს თუ მარტივად წავიდა ხო ძალიან კარგი, მაგრამ უსაშინლესი გართულებები სიკვდილით დამთავრებული. ამიტომ ორსული მარტო თავის თავს კი არ აყენებს რისკის წინაშე, იმ ნაყოფსაც აყენებს რისკის წინაშე, რომელსაც ის მოცლით ატარებს. ეს გარდა იმისა, რომ განათლება ეს კულტურაც არის. გრიპის ვაქცინაცია ყოველ სეზონზე აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ყველამ ორსულმა, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულებმა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც ნახეთ სუსტი იმუნიტეტი აქვს რა, აი მაგალითად, როცა ლეიკოზები ან რა სხვადასხვა ონკოდაავადებები რემისიის ფაზაშია, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ნაცვლად. და ბავშვები გამოგრჩა. ბავშვებზე, ბავშვებზე უდაოდ 6 თვიდან ყველა ასაკი. ხო, ამიტომ მოდი კიდე ერთხელ განმარტოთ, რომ ხო, ყველა ორსული ორსულობის პერიოდში გრიპზე ვაქცინაცია უკუჩვენება არ არის. პირიქით. აი ამ მითებს ხშირად ხელს უწყობენ ხოლმე ჩვენი კოლეგები, ექიმები. გამოდიან, ლაპარაკობენ და აი კომენტარებს რომ შევხედოთ სოციალურ ქსელებში, ვინც ანტივაქსერულ კომენტარებს აკეთებს, მათ ბევრი გული აქვს და აი ახლა პოდკასტის ქვეშ ალბათ მასონებო, სატანისტებო დაგუძახებენ. ხშირად გეძახიან ხოლმე მასონს. კი. უბრალოდ როცა გწამს, რასაც აკეთებ, მართალი ხარ და მართლა რო გწამს, რომ იცავ, ამიტომ ამ ფრაზებს უკვე ყურადღებას აღარ აქცევ. ექიმებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ, თუნდაც იმაში, რომ პაციენტი დაარწმუნონ, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში, როცა პაციენტი მოდის და მეუბნება, აი ეს გამიკეთე და ეს არა და ვეკითხები, ვინ გითხრათ, ჩემმა ექიმმა მითხრა, მითხარით ვინ არის თქვენი ექიმი, აღარ ამბობს სახელს და გვარს. მე ვფიქრობ, რომ მაინც აბრალებს ექიმის სახელს, მაშინ კონკრეტულად ვიტყო და ვინ უთხრა, ხო? თუმცა ცუდი ეტაპი ნამდვილად გავიარეთ, როცა რასტრაპოვიჩის პონდის მიერ იქნა შემოტანილი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ჯერ გარდაცვლილი ძალიან კარგი ვაქცინა, მაშინ ვაქცინაცია ჩავარდა. იმიტომ რომ გინეკოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 9 წლის ბავშვებში ვიწყებდით აცრას, იწვევს უშვილობას, იწვევს დიაბეტს და ეს იყო სწორედ ამ გინეკოლოგების, ანუ დამსახურება მაშინ. თუმცა ეხლა რა შედარება, ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ გაიზარდა პაპილომავირუსის მოცვის ასაკი, შესაბამისად გაიზარდა მომართვიანობა. ანუ მშობელი ნაკლებად რისკავს, რომ 9 წლის აღარ ვცრით 9 წლის, 10 წლიდან ვიწყებთ, მოიყვანოს 10-11 წლის ბავშვი, მაგრამ უფრო თამამად მოყავს 14-15, მაინც ცდილობს პირველი სექსუალური კავშირის დამყარებამდე ჩაუტარონ. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ხო, პაპილომავირუსთან დაკავშირებით ცნობადობა უფრო მეტად გაზრდილია, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრას, მათ შორის მოზრდილები, იმიტომ რომ პაპილომავირუსზე როდესაც საუბრობთ, ის არა მარტო ქალების დაავადება, მამაკაცებშიც ის ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს, ხომ, როგორიც არის პენისის თავის კიბო, ანუსის კიბო, ხორხის კიბო, ეს ხომ მეცნიერ სამედიცინო მტკიცებულებებით არის გამყარებული და სხვათა შორის ვანიკო ჩხაიძე მინდა ვახსენო, აი ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა, რომ სტუდენტებთან რო შევდივარ, რო ვეკითხებიო ესე სტუდენტებს, რომ აი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდითო და ყველა ერთხმად პასუხობს, დიახ, ავიცრებით და ქუჩაშიც რო გავიდეთ, ალბათ ნებისმიერი მოქალაქე გეტყვის, რომ კი, ავიცრები, ოღონდ კიბო არ დამემართოს. აგერ ბატონო არის კიბოს საწინააღმდეგო ორი ვაქცინა გვაქვს, ხო, ერთი B ჰეპატიტის ვაქცინა, საწინააღმდეგო ვაქცინა და მეორე ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ხო, აი, მაინც არ მეტია. იცი რა არის, ხო, პროპაგანდის სხერფლნი არიან და ხშირად ესე ადამიანები, აი ისინი ექიმები განსაკუთრებით, აი რომლებიც აი ამ თემებზე პროპაგანდირებენ, აი რაღაცნაირად გონია რომ ცოტა ბოროტი ადამიანებიც არიან.
იმიტომ რომ მე ვიცნობ ესეთი მიმდინარეობის ადამიანებს, რომლებიც საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს ცრიან, მათ შორის ძაღლები ყავთ და ძაღლებსაც ცრიან და სხვა ადამიანებს მოუწოდებენ რომ არ აიცრან. ესეც არსებობს. იცნობ? გამიგია. ხო, ეს ძალიან დიდი სიბოროტეა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ კოლექტიური იმუნიტეტზეც უნდა ვისაუბროთ, ხო? აი, როდესაც ვახსენეთ პირობითად ვამბობ, ხო, ყვავილი, ხო, აი იავნან ამრახნა მომყავს ხოლმე ფილმი იქ, რომ ალექსი რო ბატონებმა წაიყვანეს, აი დიდ ბატონებს რასაც ეძახდნენ ჩვენ ადრე ჩვენი ბაბუები და პაპები და ბაბოები, ხო? ყვავილის ეპიდემიამ განადგურა, აი ოჯახებს მაგალითად დაუხოცა, აი ჩემ დიდ ბებიას ყვავილმა 2 შვილი ერთდროულად მოუკლა. თაობები გაანადგურა, ხო? აცრის შედეგია ის, რომ ყვავილი აღარ გვხვდება დღეს. პოლიომიელიტი, ხო? კი. შავი ჭირი. აბა. კი ბატონო, აი თქვენ სწორი ფრაზა თქვით წეღან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები, ბავშვებიდან დავიწყოთ და რა თქმა უნდა, მოსtildeები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვთ ფუფუნება ვაქცინაცია ჩაიტარონ. ბავშვები, რომლებიც დაავადებული არიან მძიმე დაავადებებით, ლეიკოზით, იმუნოსუპრესიას, რასაც იწვევს ისეთი დაავადებებით, ან ისეთი ქრონიკული დაავადებებით, როცა იმ მომენტში აცრას ვერ ჩაიტარებენ. ამიტომ ის საზოგადოება, რომელიც აუცრელია, მათთვის წარმოადგენს საფრთხეს. თავისთვისაც და იმ ადამიანებისთვის, ვინც იმუნოსუპრესიაზე არის. თავის თავზე ფიქრობს, რომ დაუშვათ არ უნდა ავიცრა, იმიტომ რომ რაღაცის მეშინია, მას უნდა გაუფრთხილდნენ. ამიტომ ჩვენ ხო ერთი საზოგადოება ვართ, არა? ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს აუცრელი, როგორც კი მოხდა შემცირება წითელა წითურა ყბაყურის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და ეს იმიტომ მოხდა, რომ ინდური ვაქცინა იყო შემოტანილი საქართველოში და გადაწყვიტა საზოგადოებამ, რომ ინდური რატომღაც ცუდია. ერთი მშობელი პირადად მე მქონდა ესეთი რომ ძალიან ესეთი შეჯახება მოუწია ჩემთან, მე ინდუროფობია მჭირსო და რატო უნდა გამიკეთო ეს ვაქცინაო. აი ზუსტად მაშინ წამოვიდა წითელა წითურას აფეთქება ისევ საქართველოში. ძალიან მოიმატა მაშინ წითელათი დაავადებულებმა. ანუ მომენტალურად იწევს მაღლა მაჩვენებელი დაავადების როგორც კი ვაქცინაცია. ეს მიზეზშედეგობრივი კავშირია. შემცირდა ვაქცინაცია, მოიმატა დაავადება, მიიმატებს გართულებების რისკი. იმდენი შემთხვევა მქონია ჩვენს პრაქტიკაში, როცა გარდაცვლილა ახალგაზრდა ბავშვი მენინგიტით, იმიტომ რომ იმ მომენტში საქართველოში მენინგიტის ვაქცინა არ იყო. ის რომ ყოფილიყო აცრილი მენინგიტით ხომ არ დაემართებოდა. მენინგოკოქცემიაზე ვსაუბრობთ, ხო? ასე რომ ეს თვალხილულია, ჩვენ წინ ხდება ეს ყველაფერი. რომ ყოფილიყო აცრილი, ის გადარჩებოდა. ან რომ ყოფილიყო აცრილი ვირუსის შემდგომი მენინგოენცეფალიტის შედეგად განვითარებული სიბრმავე, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, სიყრუე არ დაემართებოდა. ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაში. ხო, უყურე, კიდევ ესეთი მოსაზრება აქვს ხოლმე და მოდი ამ მოსაზრებას აცრილი ვიყავი და მაინც დამემართა. ხო, ისიც თქვათ, რომ აცრა არ არის 100%-იანი დაცვა, მაგრამ იმუნიტეტი რაღაც მეხსიერებას ინარჩუნებს, რომ ის დაავადება თუ დაგემართება. გართულება არ გაგექნება და ბევრად მსუბუქ ფორმებში დაგემართება. ვაქცინაციის არსი სწორედ ეს არის, რომ გართულება, აი ყველაზე საშიში გართულება მენინგოენცეფალიტი მაგალითად სხვადასხვა გართულება არ უნდა დაგემართება. თუ დაგემართება დაავადება გადაიტან იმდენად მსუბუქად, რომ აი მარტივად და გრიპი რო ავიღოთ, ხო, გრიპი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ ხო, გრიპს ძალიან დიდი მაღალი სიკვდილობა ახასიათებს. გრიპის ვაქცინის შემდეგ ის გართულებები აღარ გემართება, მაგრამ შეიძლება გრიპის ვირუსი დაგემართოს. კი. მოდი ახლა ვაქცინების ტიპებზე ვისაუბროთ, ხო? არსებობენ ცოცხალი ვაქცინები და ეგრეთ წოდებული მკვდარი ვაქცინები, ხო? აი, როდესაც წითელაზე ვსაუბრობ, წითელას ვაქცინა არის ცოცხალი ვაქცინა. ვირულენტობა შესუსტებული ვაქცინა და წითელას ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს წითელას გამონაყარი. კი, წითელას მსგავსი სიმპტომები, ტემპერატურა, გამონაყარი, ან რადგანაც ეს არის სამი ვაქცინა ერთად, სამი კომპონენტი ერთად წითელა წითურა ყბაყურა, შეიძლება ქონდეს მრავლობითი გამონაყარი, სხვადასხვა სახით, ანუ წითურას რაც ახასიათებს, წითელას რაც ახასიათებს და ყბაყურას ელემენტებით შეიძლება ლიმფური კვანძებიც
გაუდიდეს და ყოფილა ესეთი, ამას ქვია ვაქცინა ასოცირებული დაავადება. ანუ ჩვენ გამოვიწვიეთ დაავადება მსუბუქად, გადაიტანს აბსოლუტური ტემპერატურა მაღალი, დაუშვათ რამდენიმე დღეს, ძირითადად 3 და 5 დღემდე ახასიათებს, ეს ყველაფერი ალერგია. ამ დროს შობელიც რას ვიყო ნეტა არ ამეცრა. ხო, მაგრამ აი იმ სიკეთეს აი ეს 5 დღე გადაივლის და ეს გართულებებიც ძალიან იშვიათად დგება. თუ დადგა, ეს გართულება ძალიან იშვიათია, ხომ არ არის ხო ესეთი მასიური. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი პაციენტი ყოფილა ესეთი, რომელმაც არ აცრა და როგორც კი წვავე მომენტი დგება, იგივე ტეტანოსთან დაკავშირებით, იგივე წითელასთან დაკავშირებით, ეხა ჩუტყვავილასთან დაკავშირებით არის ესეთი. აი მე იწყება მიშველე ექიმო, მიშველე არავცერი ჩამივარდა, მაგრამ ეხა ანუ როგორც კი საფრთხე დგება რეალური, მაშინ ყველასაც რა ახსენდება. აი ჩუტყვავილა ახსენე და სამწუხაროდ აი ეს კალენდარი გაქვს ახლა აქ მოტანილი. ხო, ამ სავალდებულო აცრების სიაში არ არის ჩუტყვავილას ვაქცინა. ამერიკაში ცრიან. და ჩუტყვავილას ვირუსი მიეკუთვნება herpes ვირუსების ჯგუფს, რომელიც ინტეგრირებული ვირუსია და ის ერთხელ თუ შემოიჭრა ჩვენს ორგანიზმში, ჩაშენდება ფაქტიურად. რჩება და რჩება. და ამიტომაც ხომ და ჩუტყვავილას ვაქცინა მე ვფიქრობ რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ვაქცინა და ბავშვები უნდა იყვნენ აცრები ჩუტყვავილაზე. ჩუტყვავილას დაავადების გადატანა მოზრდილებში უფრო რთულად მიდის ვიდრე ბავშვებში. ბავშვებმა შეიძლება უფრო მსუბუქად გადაიტანა, აი მოზრდილებს ძალიან უჭერთ, იმიტომ რომ ის გამონაყვარი, ენცეფალის თავი დავანებოთ ჩუტყვავილას მენინგიტსაც. ის გამონაყვარი, რაც გარეთ არის, იგივე ხდება შინაგან ორგანოებშიც. ყველა ლორწოვანში ზუსტად ისეთივე გამონაყარი არის, რაც გარეთ. ამიტომ რთულად, ძალიან რთულად გადააქვთ განსაკუთრებით მოზრდილებს. და ჩუტყვავილას ვაქცინა არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ, სამომავლოდ პრევენციად შეიძლება იყოს იმის, რომ ადამიანს მაგალითად არ დაემართოს herpes-ის ზოსტერი, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე herpes-ული ინფექცია, რომელიც ნექტარკალზე გამოდის ხოლმე და რომელსაც ძალიან ძლავრი ტკივილები ახასიათებს და საკმაოდ რთულად სამკურნალო და მასაც ახასიათებს პერიოდულობა, ყველა იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ისევ იწყებს. არის რამე ისეთი ეხლა რამე დაპირება, რომ შეიძლება ჩუტყვავილა შემოვიდეს საერთოდ. ჩუტყვავილას ვაქცინა რამდენად შემოვა ჩვენს ეროვნულ კალენდარში უფასო ვაქცინაციაში რამდენად დაინერგება ვერ გეტყვით, მაგრამ კომერციული გზით შემოდის ეს ვაქცინა. კი, იმის მიხედვით თუ რა ვაქცინა შემოდის, არსებობს სხვადასხვა ვარილიქსი, ვარივაქსი, ფასები არის სხვადასხვა, იმის მიხედვით თუ მომწოდებელი რამდენად იღებს ვაქცინას. ღირებულების ვარიაცია ხდება სწორედ აქედან მომწოდებას რამდენი უჯდება ეს ვაქცინა. არის ხოლმე მოთხოვნა რომ გთხოვენ მშობლები რომ ჩუტყვავილაზეც აქვს წერი? კი. რა კარგია ეგეთი მშობლები. კი. კიდევ რა მინდა კითხო იცი, როგორ უნდა განასხვაოს ადამიანმა, რომელიც ტელევიზორს ჩართავს, შენც ექიმი ხარ და ის მეორე ადამიანიც ექიმია, რომელიც ანტივაქსერულ მოწოდებებს აკეთებს. აი ვის უნდა დაუჯეროს, შენ თუ იმას? აი როგორ უნდა განასხვაოს სანდო და არასანდო ინფორმაცია? ეს ცოტა რთული კითხვა. ალბათ ძალიან ბევრ ინფორმაციას უნდა გაეცნოს. და მარტო იქიდან გამომდინარე, რომ მას უსმინოს, არ უნდა გადაწყვიტოს ეს კაცობრიობამ ძალიან დიდი გზა გაიარა ვაქცინაციის საკითხში და არსებობს ისეთი გამოცდილებები, რომელსაც შეიძლება ენთოს, თუნდაც იმით, რა დაავადებები დავამარცხეთ. ალბათ აქედან გამომდინარე ისევ რწმენა უნდა გქონდეს. ჩვენ ხომ კოვიდის დროს მე მაგალითად მახსოვს, რომ აი ვლოცულობდით და ვნატრობდით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოსულიყო. თუმცა მე ძალიან ცუდი ტალღა მოყვა, მაგრამ მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იცი რატომ მოყვა ცუდი ტალღა, ის ექთნის ისტორია იყო ძალიან ესეთი ცუდად დაემთხვა. იცით რა არის, გიორგი, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ კოვიდ ვაქცინაციის დროს ერთ-ერთ კლინიკაში ვაქცინაციის მიმართულების და ერთი ადამიანი მოვიდა მეუღლესთან ერთად შავებში ჩაცმული, ეს არ დამამიწყდება არასოდეს. არის რაღაცა, რაც იქებს არასდროს არ მოგდის ტვინიდან. და ჩვენ კითხვას ვავსებდით და ვეკითხებოდით და მამაო დავასაფლავეო გუშინო.
კოვიდით გარდამეცვალაო და მე უნდა თქვენ ხომ გეშინიათ მეთქი ხა ისეთი კიო მეშინიაო რა თქმა უნდა მეშინიაო მაგრამ ორ უბედურებას შორისო ყველაზე ნაკლებს ვარჩევო რა მე ხა ვარჩევ რომ ავიცრა და ვიყო ცოცხალი როცა სხვა მაგალითი მაქვს წინ არ იყო აცრილი და დამეღუპაო ნახეთ რა ხდება ანუ თუ იმაზე მედგება საკითხი რა უფრო სწორია აიცრა თუ არა დაიცვა შენი შვილი თუ არა ისევ იქიდან უნდა გამოხვიდე რა პრაქტიკა გაქვს რეალურად წინ და ვიღაცას არ უნდა ენდო იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი აქვს ზოგიერთ აი მშობლის კატეგორია თქო რომ ვაპოვდი შეიძლება არის კატეგორია მშობელი რომელსაც საერთოდ არ უნდა ესაუბრო იმიტომ რომ ის დარწმუნებულია რომ ყველაფერი იცის დედამიწის რუგზე იმან ნამდვილად იცის რომ ვაქცინა მავნია ნამდვილად იცის იმას ვერაფრით ვერ დაარწმუნებ გიორგი აი უნდა ესაუბრო იმას ვისაც აცრა უნდა მაგრამ ინფორმაცია არ აქვს ზუსტი ანუ შენ უნდა მიაწოდო ინფორმაცია ყველაფერი ვაქცინის შემადგენლობაზე შესაძლო რეაქციებზე გართულებებზე არაცრის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს და ნებაყოფლობითია ვაქცინაცია შეუძლია იცრა შეიძლება არა მაგრამ აი აქედან გამომდინარე რამდენად მაგრამ ან ნებაყოფლობითიც თლად სავალდებულო აცრები გვაქვს ჩვენ და სავალდებულო არის მაგრამ მაინც ნებაყოფლობითია მაინც მშობელი იღებს ჩვენ ვერ ვაძალებთ აწერინებ ხელს რო არ ვცრი როცა უარს ამბობს მაშინ ხელი უნდა მოაწეროს რომ მე უარს ვაცხადე ვაქცინაციაზე ხელი უნდა მოაწეროს მაგრამ ის რომ შენთან მოიყვანოს ბავშვი და დაიწყოს ვაქცინაცია ეს ნებაყოფლობითია შენ უბრალოდ უნდა აუხსნა ყველაფერი კარგი ბევრი ყავს ესეთი მშობელი რომელმაც თავისი შვილის აცრებს არ მოაწერა ხელი ჩვენთან ძირითადად რადგან ზიაშვილი არ არის პოლიკლინიკა და არ აქვს უბანი მოდის ის ვინც იწყებს ვაქცინაციას თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა გარკვეული ეტაპი გაიარა და მაგალითად 5 წელზე აფუს რომ აღარ მიდა ვაქცინაცია არის ესეთი ბევრი არა მაგრამ არის და როგორი სახე გაქვს ხოლმე ამ დროს მშობელი რომ ამას გეუბნება ვიწყებ ისევ მუშაობას თავიდან ვუხსნი ვუმტკიცებ რატომ მაგრამ არ გამოგდის შეიძლება გარკვეული პერიოდის მერე ესე მოიფიქროს და მოვიდეს მაგრამ იმ მომენტში რაღაცა ახდენს მას ზეგავლენას და შეიძლება ვაქცინაცია გადამივადოს მაგრამ ის რომ საერთოდ არ აცრას მე არაფერზე ძალიან იშვიათია ვაქცინაციის გადადება ახსენე და საკმაოდ ისეთი საინტერესო თემა არის ეს იმიტომ რომ ხშირად ეს კალენდარი ირღვევა ხოლმე და როდესაც უნდა მოიყვანონ ბავშვი გეგმიურ აცრაზე არ მოყავთ და სხვადასხვა მიზეზს იშველიებენ რომ გაციებული იყო იმ დღეს სიცხე ჰქონდა აი მოდი კრიტერიუმები მითხარი რა როდის არ შეიძლება აცრა. მაგალითად 37 სიცხე რო ქონდეს და 2 შეიძლება თუ არა ავცრათ. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება 37 და 2 ბუნებრივად ქონდეს ტემპერატურა. ანუ ვაქცინაცია არ შეიძლება მაშინ როცა მიმდინარეობს მწვავე დაავადება მწვავე ეტაპზე მაღალი ტემპერატურით სისუსტით ან მიმდინარეობს დაწყებულია და არ არის ზუსტად დიაგნოსტირებული, ანუ სურდო არ არის უკუჩვენება. გადატანილი დაავადება არ არის უკუჩვენება. ოჯახში თუ იმეს ვირუსი ქონდა და ბავშვი მასთან კონტაქტი იყო, არც ეს არ არის უკუჩვენება. ანუ იმ დროს, როცა ვაქცინაცია მიმდინარეობს, პაციენტს არ უნდა ქონდეს მწვავე ფაზაში რაიმე დაავადება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მე რა განვითარდება, ხო? ვაქცინა კი არ გაურთულებს მდგომარეობას. თვითონ დაავადება შეიძლება მანიფესტირება მოხდეს ვაქცინაციის შემდგომ და ისევ ვაქცინაციის საუბედუროდ წარიმართება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არსებობს უკუჩვენება ყველა ვაქცინაზე, რომელსაც უსიტყვოდ ვემორჩილებით, თუ ვაქცინაციის წინა დოზაზე, რაიმე ვაქცინა გაუკეთე და წინა დოზაზე ქონდა გონების კარგვა, შოკი, ანაფილაქსია, ეპილეფსიული გულყრა, სტატუსი მაგალითად ესეთი გაურკვეველი გონების დაკარგვა, ეს უკვე გადახედვას ექვემდებარება, რამდენად შეიძლება მასთან ამ ვაქცინის გაგრძელება. ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები? ხონია შენ კლინიკურ პრაქტიკაში? არა. არ მქონია. სხვა კლინიკიდან იყო ესეთი ცოტა მხიარული შემთხვევა, რომ გავიხსენოთ თვითონ დაავადებათა კონტროლმა დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვს პირველი ვაქცინაციის შემდგომ ჰქონდა შოკი. ანუ ვაქცინა გაუკეთეს თუ არა გონება დაკარგა. მშობელს უნდა ვაქცინაცია გააგრძელოს და იქნებ გვიშველო რა ხდება. შეიძლება ნებსისხლეტი ისე შეეშინდა იმ ბავშვს. პატარა იყო 2 თვის იყო. ნებსისხლეტის კი არ შეეშინდა, აი ანამნეზი რომ კარგად გამოვკითხე, მივხვდი რომ იქ იყო ტკივილის მიერი შოკი.
ის ბავშვი რომ მოვიდა ჩვენთან 4 თვის ასაკში, გაერთო, ითამაშა, დავავიწყეთ ეს ტკივილი და ესე კარგად გადაიტანა ყველაფერი. ანუ ესეც შეფარდებითია, ზუსტად უნდა იყოს დიაგნოსტირებული ეს რა გონების კარგვა იყო. ანუ ძალიან ერთეული მიზეზია, როცა შეიძლება აცრა არ გააკეთო რეალურად. შენ რიტა თქვი რომ ხო ნებაყოფლობითიაო და ხო მართლაც ხან ადამიანს ვერ დააძალებ ვერაფერს, მაგრამ აი პირობითად რომ წარმოვიდგინოთ თუ ვაქცინაცია სრულად არ აქვს ჩატარებული ადამიანს და მიდის უცხოეთში სასწავლებლად და კამპუსზე უწევს მას ცხოვრება, ხომ? თუ მას ეს აცრები არ აქვს ჩატარებული, მას შეიძლება კამპუსზე ცხოვრება აეკრძალოს. მას არ მისცემენ იმ სტიპენდიას, სანამ სრულფასოვნად არ გაივლის ამ აცრების ნაწილს, იმიტომ რომ აუცრელი ადამიანი საზოგადოებისთვის არის საშიში. კი. აქვე მინდა კითხო, აი დიდების სავალდებულო აცრები რა არსებობს, აი როცა 14 წელს გადააბიჯებენ და ანტისხეულებს თუ ახასიათებთ განლევა აცრის მიერ წარმოქმნილ ანტისხეულებს. ეს განლევა ახასიათებს იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ის გავითვალისწინოთ, რომ ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია. შეიძლება სრულად არ ჩამოყალიბდეს ანტისხეულები. ამიტომ პერიოდულად განსაკუთრებით B ჰეპატიტის სამედიცინო მუშაკებში პერიოდულად უნდა მოხდეს ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა და თუ ეს ტიტრი მცირეა, თავიდან უნდა მოხდეს რევაქცინაცია. არსებობს სავალდებულო აცრები იმ თვალსაზრისით, რომ ტეტანუსისგან ყველა უნდა იყოს დაცული. ამიტომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტეტანუსი, დიფტერია ყველამ უნდა გაიმეოროს, მაგრამ თუ ამასთან ერთად იქნება ყივანახველა, შესუსტებული კომპონენტი, კიდევ უფრო უკეთესი, იმიტომ რომ თქვენ ალბათ გაგიგიათ, რომ ადამიანს ახველებს 6 თვის განმავლობაში და ვერ წარმოიდგენს, რომ მას არ ჭირს რაიმე ფილტვის დაავადება, უბრალოდ ყივანახველა შევდა. ამიტომ ეს ყველაფერი საჭიროა ისევ და ისევ განმეორდეს. თუმცა არსებობს ვაქცინები, რომლებიც სპეციფიური ვაქცინებს ვეძახით, მაგალითად ტულარემია, ლეპტოსპიროზი, ენცეფალიტი, ყვითელი ცხელება, A ჰეპატიტი, ქოლერა, მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინები. ეს ვაქცინები მნიშვნელოვანია, გარკვეული ჯგუფის ვაქცინები მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანებისთვის, ვინც უვლის მაგალითად ქუჩაში ცხოველებს, ვინც ატარებს დერატიზაციას, ვინც ამუშავებს მიწას. მაგალითად ამ ჰეპატიტის, ანუ იგივე ბოტკინისაც რა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც წყალმომარაგებაში და წყალთან უწევს მუშაობა, ან კვების ობიექტებში. ჯილეხი გაგიგიათ ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანის ხორცის პროდუქტებთან და აი რაც შეეხება მალარიას, ენცეფალიტი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ქუცხელება, ყვითელი ცხელება, ესენი განსაკუთრებით მოგზაურებისთვის, სამხედროებისთვის, თხოვენ სამხედროებს ამ ვაქცინებს, ენდემურ კერებში გასვლის შემთხვევაში ეს ვაქცინები აუცილებელია გაკეთდეს, ასე რომ მარტო ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია არ არის მნიშვნელოვანი, აქ ძალიან ბევრი, ძალიან საყურადღებო თემა არის, რაც მოზრდილებსაც ეხება. და მოზრდილებში ახლა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს და ყველა უნდა აიცრას იმ ასაკობრივ ჯგუფებში, რა ასაკობრივი ჯგუფებიც მოწოდებულია, იმიტომ რომ ეს აცრა მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარია მედიცინის, იმიტომ რომ ისეთი ვერაგი დაავადებისგან ქალებს იცავს, რომელიცაც ქვია საშვილოსნოს ყელის კიბო და რომელსაც საკმაოდ მაღალი სიკვდილობა ახასიათებს. ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართო. შენს კლინიკურ პრაქტიკაში ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც აუცრელ მშობელს შვილი დაღუპვია და მერე მას უნანია, რომ ნეტა ამეცრაო? მე მახსოვს ერთი ძალიან გახმაურებული შემთხვევა, თუმცა იმ მშობელს აცრა უნდოდა, უბრალოდ იმ პერიოდში საქართველოში ეს ვაქცინა არ იყო და ის ბავშვი დაიღუპა საზღვარგარეთ. ეს იყო მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. არსებობს ალბათ ჩემთან ახლა ნაკლებად ხდება ეგეთი მშობლების სიმართლე გითხრათ, ვინც მოვიდა და მითხრა არის შვილი რომ არავცერი, იმიტომ დაიღუპა, მე არ მახსენდება ეს, მაგრამ ის რომ აუცრელი დარჩა და დაიღუპა, ეს ძალიან რეალური შემთხვევებია და აქედან გამომდინარე სარაზრუს არ მავიწყდება, იმიტომ რომ რეალურად უნდა დააცრა ბავშვის. მაშინ ვაქცინა არ იყო.
მოკლედ, გავიდეთ ბოლოსკენ გავიდა ჩვენი პოდკასტი. მადლობა მინდა გადაგიხადო და ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ აცრებში არაფერი საშიში არ არის, პირიქითაც რა არის დაცულობა და რა არის თქვენი გარემოს დაცვაც. და იმ ბავშვების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იცრებიან და შეიძლება თქვენ აუცრელმა ადამიანმა მათ გადადოთ და მათთვის ეს დაავადება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამიტომ აცრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც არ უნდა გითხრათ, რომ აცრა ცუდია, ან იწვევს რაღაცებს, არის ტყუილი და ადამიანები, რომლებიც აცრებს ეწინააღმდეგებიან, ჩემთვის ესე დეფინიციას მიცემ, არიან ბოროტი ადამიანები. მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის პოდკასტის სტუმარი. მე მინდა მაყურებელს თქვა, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოიწონოთ. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალ-ახალი საინტერესო თემები წარსვდგეთ ხოლმე თქვენს წინაშე. ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტი ექიმ მიკროფონთან და მიკროფონთან იყო იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი რიტა ფაჩუაშვილი. მადლობა, რომ იყავით ჩვენ. მადლობა თქვენ.